მოგლეს პირველ რიგში მოდივართ, ეს არის ცენტრალური ჩამთველი. ამას როდესაც ჩავთავთ, თუ ყველაფერი კარგადაა და სამივე ფაზა გვაქვს, სამივე ნატურა იქნება ანთებული. თუ არ არის ერთ-ერთი ნატურა ანთებული, ჩერდები. შეიძლება ანატურა დამწვარი, ან ფაზაა დაკარგული, ან რაღაცა ეგეთი. ფაზა რომც დაიკარგოს, ეს თვითონვე გათიშავს, დაცვა არის, მაგრამ მაინც დიაგნოსტიკისთვის ეს არის. ახლა ეს სამი ფაზა გამოდის და შედის კონდაქტორში. კონდაქტორიდან უკვე გამოდის და მიეწოდება ჩვენ მთელ წერს. კონდაქტორი იმისთვის არის, რომ თქვენ მარტივადვე აქედან ჩართოთ, როცა წახვალთ მე თუ რამე მარტივად გაშ. ახლა ესენი ყველაფერი გამორთულია და დაწერილი მაქვს რა არის. პრესი, ეს პრესია, ლაზერი, საჭირო ლაზერია, სო, ხერხი არის და air high. ახლა მაგალითად აი ჩავხეთ და რომელიმე ფაზა გაითიშა. ამორთავს ეს ეგრევე. შეიძლება აღარ ჩართოს ავტომატურად მომხდეთ და ჩართ. ახლა დენი ჩართულია, უკვე იქითკენ მიდის დენი. გვინდა ახლა ჩვენ ლაზერი ჩართო. ავწიეთ ლაზერი. შეგვიძლია ესენი ყველაფერი ჩართული დავდუოთ რა. მოდ მე გავთიშე ახლა რომ ყველაფერი არის. რა. პრესი, ლაზერი გვინდა და ჰაერის კომპრესორი ახლა. არა. ამიტომ ახლა აქეთ რა ვქები. პირველ რიგში აუცილებლად არ უნდა დაგვავიწყდეს. იცოდა შორიდან გადაიღეთ გეთხოვა. ხო, არ უნდა დაგვავიწყდეს ჩილერი ჩართო. ჩილერი ჩავთავთ. ზაფხულის პერიოდში პრობლემა არ იქნება დიდად. მაგრამ ზამთრის პერიოდში ტემპერატურა დაბალი იქნება. უნდა დაველოდოთ, რომ ტემპერატურა ავიდეს მაღლა. ანუ ცეხში გათხოვება რომ იყოს უკეთესი იქნება. ზოგადად ცეხში სამუშაო ტემპერატურა, ანუ 5 გრადუსზე დაბალი, 5 გრადუსზე ძალიან ცუდი არის. სამუშაო გარემო ტემპერატურა 16 გრადუსი მინიმუმ უნდა იყოს. მინიმუმ 16 გრადუსი უნდა იყოს. მინუსავე აქ ტემპერატურა არ უნდა იყოს. და ანუ 5 გრადუსზე დაბალზე არ უნდა დადიოდეს. იმიტომ რომ ამაში გამოხდილი წყალი გვისხია თუ გააყინავს. ახლა რო ჩავას ამაში მაგალითად ანტიფრიზი მე გარკვეულ პრობლემებს ხდის. ანუ შიგნით აქვს ამას გამაცხელებელს. გამაცხელებელზე მე კონდენსირებას აკეთებს. ანუ მინერალები იქნება, გალოკა იჭედება, ეს ჩილერიც იჭედება და პრობლემა მოყვება. ამაში ასე გამოხდილი წყალი სამ თვეში ერთხელ ეს გამოხდილი წყალი უნდა შეიცვალოს. ქვემოთ აქვს დამცლელი. აი აქ არის. აი აქ არის დამცლელი. თუ ვინა არის გახსნა, აგერ არის ზონგანი. ამოგანი. გადაატრიალე, წყალი აქედან წამოა ჩამოიცლება. და დამატება წყლის? წყლის დამატება. აგერ არის წყლის დასამატებელი. ამას მოხსნი, აქედან ჩამატებ წყალს. წყლის დონის მაჩვენებელი არის აქ. მაქსიმუმ. სასურველია ბოლომდე იყოს გავსებული. რაც მეტი წყალი გვექნება სისტემაში, უკეთესი არის. თერმულად უფრო სტაბილური იქნება მთელი სისტემა. გარკვეულ პერიოდში ერთხელ ლოგიკური შუალიდან გამომდინარე, არ ვიცი თქვენ რა დაწესებულებით მუშაობთ. ეს აქედან უნდა მოხსნათ, დაახაეროთ, ისე უნდა დაახაეროთ ეს რადიატორიც ქვემოდან. ახაერებთ, გააგრძელებს მე საბოლოოდ ეფექტურად მუშაობას. აქედან ყენდება გამწვევი სისტემა, აი აქ და აქ, გვერდზე მილები არის, ეს მილებიც მოყოლებულია. გამწვევი ნავსას არ აქვს. მისაღენებელია უნდა გაიწვევოთ ეს გარეთ. ხო, თორემ შეასრულეს დამოუკიდებლად მაინც ეს მეტალის მერე. ახლა ჰაერის კომპრესორის ჩართოს რაც შეიძლება. შეიძლება ვიღაცას ამაზე ქონდეს ხელი დაჭერილი, ამას გახსნით აუცილებლად. და შემდგომ აი აქ არის ჩართვის ღილაკი. დააჭერთ ამას ხან ერთხელ შეიძლება კარგად არ აღიქვას და ორჯერ დააჭერთ. წნევას გვიჩვენებს აი აქ. წნევა არის მეგაპასკალებში. მოდი ეს გავთიშოთ დროებით. მეგაპასკალი არის გადამრავლებული 10-ზე ბარი. ანუ თუ გინდა რამდენი ბარია, იქ თუ გაინტერესებს. 1.2 უნდა ჩვენს გადამრავლებ 10-ზე, ეს არის 5.7 ბარი. თითქმის 16 ბარი. ეს ლაზერული წელები მუშაობს 16 ბარი. 15-ზე დაბალი, 14-ზე დაბალი ზოგადად წნევით არ უნდა იმუშაო. 12 არის აი მინიმუმი რა. 12-ზე დაბალი მით უმეტეს არ შეიძლება. კომპრესორი არის მინტავური ტიპის. მინტავური ტიპის კომპრესორი ძელი მუღამის არის ეფექტური, ენერგოეფექტური არის. აგვაქვს სიხშირული მართვა, ან ძრავი ნელა იწყებს მუშაობას და ნელა ჩერდება. შესაბამისად მექანიკურად ნაკლებ პრობლემები ექნება. ესა ამ სისტემის მთელი ხიბი. უკან აგენია ძრავი, იგი თანხარეს არის ვინტი, ზემოდან აგენია ფილტრი ჰაერის შემსვლელზე, მაგფილტრას, ფილტრსაც. გარკვეულ პერიოდში ერთხელ დაჰაერება, გამოცვლა, მუშაობის ინტენსივობიდან გამომდინარე. აი ზემოდან დევს იქ ფილტრი. ადმინისტრაციული ახლა. კი, მარტივად იხსნა. ახლა რაც შეეხება პირველ 500 საათზე ეს ავტომატურად გაჩერდება და იწევს რომ გამომიცვალეთ ზეთი და ფილტრები. ზეთის ფილტრი აღენია აი აქ და აი ამაში აღენია კიდევ ზეთის სეპარატორი ფილტრი, რომელსაც აქ ადგილზე ვერსად ვერ ეშვა. ანუ ეს ზედა ბოლტები ხდება და სეპარატორი ფილტრი იცვლება. ასე უნდა გამოიცვალოს ზეთიც.
ზეთისას ხდება აქედან ძირში იქნება ხოლმე ტრანსფერი, აქედან მხარეს აი ეგერ არის და ჩასხდება აი ამ ზემოდან. დონე მუშაობისას როცა ჩაიდირქება, აი ასე უნდა იყოს დაახლოებით. ახალი ზეთი როდესაც ჩაისხება. აკაც სამი ფაზა მოდის, ნული და გამიწევას დასმული არის. ხო, ეს არის ამ სისტემის წელი მოვა. როდესაც მოხვალ ეს აუცილებლად სამფრად დაიწყეთ, ეს კონდენსატი აგროვდება მაშინ. აუცილებლად ჩაიწვის. კონდენსატზე ახლავე ავიხსნით. რა უნდა გაგაკეთდეს? კონდენსატის მოსაშორება. ახლა აკეთე გვაქვს საშუალო. ეს საშუალო, ანუ როდესაც უკვე ჰაერი დაიჭუნვა, გაიფილტრა, აი აღენია რამოდენიმე ფილტრი, პირველადი ფილტრი, მეორადი ფილტრები, ეს არის საშუალო. საშუალო არის წყლის გამოცვას. ესეც აუცილებელია. ესეც უნდა ჩართო. ეს იმისავე, რომ პირველი 15 წუთი ეს ტემპერატურა უნდა დავიდეს დაბალზე. თითქმის მინუსავე ტემპერატურაზე დადის რა, 0 ტემპერატურის მიმდებარე. როდესაც ეს დაბლა დავა, აი შემდგომ იწყებ მუშაობას. ანუ შეგიძლია მაინც რომ დაიწყო, მაგრამ სასურველი არის. კონდენსატი რომ არ გქონდეს, დაბალ ტემპერატურაზე დავიწყებ. ასე როდესაც ჩილერი ჩაირთვება, შეიძლება ზაფხულში ტემპერატურა იყოს, მაგალითად 23 გრადუსი შეიძლება უფრო მაღალი იყოს, აქ სიცხე იყოს. 15 წუთი დაანდგა შეიძლება ჩართოთ ამასაც და ჩილერსაც 10 ლიტრო იმუშაოს. გალობის ტემპერატურა უნდა აიყვანოს, გარკვეულ ლინზები გარკვეულ ტემპერატურაზე უნდა დაიჯდეს, ლაზერის გარკვეულ ტემპერატურაზე უნდა დაიჯდეს, ანუ რომ მოხვალ ჩართავ 15 წუთი 10 ლიტრის ჰაერის კომპრესორს და ამასაც. ის ნულზე უნდა დავიდეს თითქმის და ეს 22-23-ზე რომ დაიწყო მუშაობა. ახლა რა ხდება? აქეთკენ გვაქვს გამოსასვლელი ფილტრები. ამ ფილტრებს ყოველ დღე უნდა მოხვიდეთ. ეს პატარაზე ოდნავ დაცალოთ. ანუ ძირში ნაგავი შეიძლება იყოს დაგროვებული და სასურველია პირველად ჩართვის დროს ეგ ყველაფერი გახსნა. ახლა აგერაც ინსტრუქცია აწერია. დღეში 2-3 ჯერ დაცალეთ. თუ აქტიურად მუშაობთ, გამოთ ამონკას გაუხსნით, წყალს გამოადით. ახლა რა შეეხება აქ, ეს არის ჩვენი გამოსვლელი ონკანი. ეს ჩაკეტავს, ადგასგან ჰაერი აღარ მიდის. ესეც უნდა გახსნათ. წასვლისას სასურველია რომ ეს დაკეტოთ, იმიტომ რომ შეიძლება ეს ფიტინგი გააზრდეს ან რაღაცა მოხდეს. მაინც რამე არ დაზიანდეს, მაინც მოკეთეთ. წასვლის წინ. ამას გახსნით და ეს მიდის უშუალოდ ჭრაზე. აი ამ ჰაერსაც შეიძლება წლების რეგულატორი. ამას თუ გახსნით, იქ ცხვირის გაგრილებას დაიწყებს. ეს არის ეს რეგულატორი არის ცხვირის გასაგრილება. წნევა მინიმალური წყობა. ან რომცა რაჩვენებდეს ციფერბლატი ეს უკვე საკმარისია რომ ცხვირი გააგრილოს და ეს იმისთვის გვინდა თუ სქელ მასალებს ჭრით ინტენსიურად დიდი ხნის განმავლობაში ცხვირმა შეიძლება გათბობა დაიწყოს. მაგისთვის გვჭირდება აი ეს რეგულატორი. ეს დამატებითი ფუნქცია არის, ეს უმეტეს შემთხვევაში თქვენ არ დაგჭირდება. ახლა უშუალოდ წავიდეთ დაანდგარი ჩავთვალოთ. მაგის შექმნა ბენხანია. როგორ? ამის შექმნა ბენხანია საჭირო რომ გაგროვდეს. არა, მუდმივად უნდა იყოს ჭრის პროცესში, მუდმივად იქნება გახსნა. ახლა ჩამთველსაც შეეხება, აი აქ არის ჩამთველი, გადაადგილოთ, გადმოატრიალებთ, ჩაირთვება. ახლა ჩამთველზე იდგა პირდაპირ და ხელს აღარ. აქ გვაქვს USB ფაილების გადატანა თუ გინდა, აქ გვაქვს მაუსის სამართავი ფლეშკა. აი შეიძლება გამოაზრო ფაილი, ჩატვირთო, მოიტანო, შეაიღო. კომპიუტერზე უერთდება პირდაპირ. სამ ყველაფერს ჩართავთ, ეს აპლიკაცია ავტომატურად ჩაითვირთება. ანუ Windows-ში ჩაითვირთება და თქვა არ ჩაითვირთება. Windows თუ ავარიულად მოხდა რაღაც გაწვლა, ხო? აქ შემთხვევაში მოხვალთ აქ და კომპიუტერს აქვს ეს ლურჯი ღილაკი. აქ დააჭერთ ის და კომპიუტერი ჩაითვირთება. ან თუ ავარიულად გაითიშა, ავტომატურად აღარ გაიშვება მეორე ჯერს. აქ უნდა მოხვიდეთ დააჭეროთ ჩართოს. აქ გვაქვს მთავარი ავტომატები, ყვების ბლოკი, ეს არის კონტროლერი, ძაბვის ფილტრი, თუ ძრავი რომელიმე გაიჭერდა ან რაღაცა მოხდა, კაბელი დაზიანდა, თქვა, ეს აქ დაწერს, რომ პრობლემა აქვს. აქედან მეტყვი ფოტო გადავუღებთ და მაჩვენებთ. აი ეს არის ტორმუზები. კიდევ აჩქარებისთვის რომ სწრაფად აჩქარდეს, სწრაფად შეენდეს. ელექტრონული ტორმუზები. ახლა აპლიკაციებზე შეეხება. აი ეს არის სამუშაო აპლიკაცია. დააჭერთ ორჯერ, დაიწყებს ჩატვირთვას. უნდა დავაგვირდოთ რომ რამე ლისტი არ გვედოს ან მასალა არ იყოს წამოწეული სამ გავანული, თორე ამოწვის ეს შეიძლება გამოიდოს და არ გაჩერდება. გააგრძელოს სხვა. ეს ოდესაც ჩაიტვირთება, განვიდივართ CNC-ში და return origin. დავაჭერთ აი ამას. ახლოს მოიტანე. ან ესე იგი, ჩვენ შემოვიდივართ თავიდან ეს home-ზე იქნება. გადავალთ CNC-ში, დავაჭერთ return origin, ყველა მონიშნული გვექნება და start origin-ს მივცემთ. დაანდგარი დაიწყებს განულებას. მივარ 0-0 კოორდინატში, ანუ სახლში მივა, ასე ვთქვათ.
ეს აუცილებელია ყოველ ჩართვას. ეს უნდა გაკეთდეს. ანუ გვაქვს X, Y, Z და F. F არის უკვე ფოკუსი. ფოკუსი ნახეთ, აი ეს არის. მოძრაობს ზემოქმედება და განმდება, 0-ზე დაждდება. შეგინდა ლინზა, ამ ლინზის ფოკუსურ მანძილს ცვლის, ზემოქმედად ამოძრავებს. ამ სექციაში ძრავი აყენია, შესულია აქედან ღერძი და ლინზას ამოძრავებს ზემოქმედად. ეს ასე დახურული უნდა იყოს და რაც შეიძლება სუფთა. გარკვეულ პერიოდში ახლა სასურველია გაწმენა და ჰაერება. ო მაღალი წნევით ასე პირდაპირ მიბერო არა. აი, ახლა რაც შეეხება მართვას. უკვე პულს უბრალოდ რა, პულს. სინჯოდ ერთი კარელი ზომები შევიყვანო. კი ბატონო, კი. მოკლედ, ეს არის ახლა ამის სამართავი პულტი. შეგვიძლია ამ პულტით ვაკეთოთ სტანდარტული მართვა. გვაქვს გადაადგილება X-ზე, Y-ზე, თუ გვინდა ჩქარა გადაადგილება, ფაზ ღილაკს დავაჭერთ და წავიყვანოთ. უნდა გვეჭიროს ფაზზე. ახლა აგებ გვაქვს კიდევ სტარტის ღილაკი. ანუ მოიყვანოთ აბა, მაგრამ სამ სტარტს დავაჭერთ. ვამოწევ ჯერ ჰაერი გვაქვს თუ არა. ჰაერი არის. Blow. არის ჰაერი. ასე უნდა შევამოწმოთ გაყოლების სენსორი მუშაობს თუ არა. Follow. ეს ჩამოდის თუ არა. თუ არ ჩამოდის, ხო, შეგვიძლია ხელი ჩამოვიყვანოთ მასალიდან 10 მმ-ის დაშორებით და კალიბრაცია უნდა გავუკეთოთ. გოჩა ახლა გამოიტანა. აქ არის calibrates, დავაჭერთ კალიბრაციის ღილაკს და მიცემ start calibrates. ეს ავაგე ავტომატურად ჩავა, შეეხება მასალას, ცხვირის კალიბრაციას გააკეთებს. არა, ბოლომდეო. ხო, მაგალითად, ახლა, ავტომატურად დაღვება. მასალაც რო გადაადგილდება, ესეც დაღვება ავტომატურად. მაგალითად ამომრჩევლია და ჩვენი ფლოში არის. ხო, ეს ინტერნეტი. პოლისტი დაღვნული ავტომატურად. აი ნახეთ უყურე 100-იც რო იყოს, ხო? ჩვეულებრივად გაღვება. ეს გაყვება. რავი. აი ასე. ავტომატურად გაღვება. აი არის ამ სისტემის თელი მუღამი. აქ როდესაც დაწერთ stable და good, ეგ იმას ნიშნავს, რომ კარგად გააკეთა კალიბრაცია, შეგვიძლია მუშაობა. სანამ კიდევ მუშაობას დავიწყეთ, აუცილებლად უნდა შევამოწმოთ ოპტიკის მდგომარეობა. ოპტიკა რამდენად სუფთა არის სისტემაში. ამის გვჭირდება თეთრი ქაღალდი, დავდეთ თეთრ ქაღალდს და დავაჭერთ aiming-ს. aiming-ი რთავს წითელ ცხივს. მოვიდან ხელებს ასე ირგვლივ დავდეთ და უნდა დავაკვირდეთ, რომ რამე შავი მუქი წერტილი არ იყოს. ახლა აქ შავ ლაქებს ასაც ხედავთ, ეგ გასრულია თუ არა რომ გავიგოთ, აი ეს ბოჭკო შეგვიძლია ოდნავ გავამოძრავოთ. თუ ეგ შავი ლაქები მოძრაობს, ესე იგი პრობლემა არ არის. თუ ერთ ადგილას იქნება ფიქსირებული, ესე იგი უკვე პრობლემა არის. გასრულია ლინზა, უნდა გააჩეროთ მუშაობა და დაიწყოთ პირველი ლინზის შემოწმება. თქვენ ამ ლინზის მეც არაფერს არ ცნობთ. ამის გამოცვლამდე სასურველია სველი სალფეტით ეს არეალი მოიწმინდოს. ტვერი გარემოში და კვამლი არ უნდა იყოს. სუფთა ხელებით, ლატექსის ხელთათმანით ვაღებთ ამას. აი გვაქვს უკვე პირველი დამცავი შუშა. არაზრუს ჰორიზონტალურად არ ვიკავებთ ლინზას, ყოველთვის ვერტიკალურად ვიკავია, ვამოწევთ და გამოცვლითაც უნდა ვიცადოთ, რომ ასე გამოცვალოთ. თუ სუფთა არის შემდგომ სვამთ ისე უკან, ხურავთ, კეტავთ ამ სისტემას. ახლა გვინდა მაგალითად ცხვირის გამოცვლა. ამას დეტალურად აგიხსენებთ, რა შემთხვევაში იცვლება ცხვირი, რა მასალების მიხედვით და რატო ხდება ამის შეცვლა. ჯერ გაჩვენებთ უბრალოდ როგორ იცვლება. ასე ეშვება. აი გვაქვს კიდევ მეორე კერამიკა, ეს არის ცხვირი. აქ არის კიდევ კერამიკა. ამის ისინი ხო იყო სადღაც რა. კი, არის რაღაც რაოდენობა და კიდე დაგჭირდება. და აქ არის კონტაქტი გადის ბოლოში და დენს აძლევს ამას. ანუ ეს კონტაქტი აქ ისევ ქვემოდან უნდა შევსვათ ზუსტ ადგილას. ქვემოდან შეხედეთ, კამერით არ უნდა დაინახავენ ისედაც. არის. ქვემოდან დაინახავთ, ერთი კონტაქტი არის, აქ ორი ნახრედი აქვს და იქაც ორი შტირია გამოშვერილი. ამას შევსვამ, თითი დავიკავებთ, აი აქ თითს გავუყრით. თითს მივიტან. ასე დავუჭერთ, მაგრამ სამ დავუჭერთ ყოველთვის ეს რეზბაა და ეს რეზბა სველი სალფეტით უნდა გამოიწმინდოს. და უნდა გაიწმინდოს იმისთვის, რომ ეს არგანსი ნერჟავი კარი და ის ალუმინი გადაჭერისას ხო რეზბას მოწყვიტავს და გააფუჭებს. მაგიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. წელიწადში 1-6 წელს ამას ვსვლი. იმიტომ რომ ეგრე უდიერობით უბუჭდება და არ წმინდა აფუჭება. კერამიკა და ცხვირი ცვეთადი ნაწილებია და იცვლება ჩვეულებრივ. აქ შედის თავარი ჰაერი, ეს არის ცხვირის გაგრილება. აჩა წყალი შევიდა აქ სისტემაში, გამოვიდა, შევიდა ქვედა ლინზა გააგრილა, კიდე გამოვიდა ამის ქვედა ლინზა, კიდე ქვედა ლინზა და საბოლოოდ აქ ქვედა დამცავი შუშა. ახლა რისგან შედგება ოპტიკა? ეს არის ბოჭკო, რითაც ლაზერის სხივი მოდის
და ბოლოდან აქამდე ამ ბოჭკოს აქვს დამცავი შუშა, ქვემოთ არის მე ზედა დამცავი შუშა, კოლიმატორი ლინზა, ფოკუსური ლინზა, ფოკუსური ლინზის ქვედა დამცავი ლინზა და ქვედა დამცავის კიდე საბოლოო ქვედა დამცავი ლინზა, რომელსაც შევიდეთ ხელს. იმის ზემოთ არ ეხებით. იმის იქით უკვე ჭირდება სულთა კაბინაში უნდა მოხდეს ლასერისები. ლინზის ფოკუსური ლინზის მანძილი ხანდახან შეამოწევს, მაგალითად თუ ყველაფერი კარგად არის, თუ ვერ გიჭირს კარგად, აი აქ შეამოწევს. ან მუშაობისას თქვენ რეალურად ამ რაღაცის შეხება არ გიწევთ. ან თქვენ მოდიხართ, თავთ წყალს, ელოდებით 15 წუთი, თავთ ჰაერს, ელოდებით 15 წუთი, ოღონდ ერთდროულად პარალელურ რეჟიმში შეგიძლიათ მაგის გაკეთება, დაანგარს ანულებთ, მოდიხართ, აჭერთ ეიმინგს, ამოწმებთ ლაზერის წითელი სხივი თუ არის კარგად ოპტიკა თუ არა გასული, მოდი მაინც. ამიტომ არაფერი არ არის გასული. აქ გასაკეთებული აი ამ ბოჭკოს ამოძრავ. აი მას ესე გამოძრავ. ეს შავი რაღაც ლაქები შემოძრავ. შემდგომ გამოწევთ ლაზერის სხივი არის თუ არა ცენტრში. გამოუთავთ ეიმინგს. ავიღებთ ლანჭუალის კორს. ესეც ყოველდღიური მუშაობის ნაწილი არის. ეს შეგიძლიათ ახლა არ შეამოწმოთ, თუ დაწუნებული ხარო, არაფერი არ დაგიზიანებიათ. ჩილერი ჩარტიაბა, ჩილერი გადაატრიალე. ლანჭუალის კორს შავაკრავ. ამ შემთხვევაში ლაზერმა რო გამოასხივოს, ვაჭერთ შათერს, ან ლაზერს მივცეთ უფლება რომ შეგიძლია გამოასხივო და ვაჭერთ ლაზერის ღილაკს ერთზე. აქ მე გავიხედებით და ვნახავთ, ემთხვევა თუ არა ცხვირის ცენტრი, ლაზერის სხივის ცენტრი. ამ შემთხვევაში არ ემთხვევა. თუ არ ემთხვევა, გვაქვს ორი ცალი შესტიგრანკა. აქედან და აი აქედან. ავიღებთ შესტიგრანკას. ამ შესტიგრანკით შეგვიძლია გადაადგილება. ახლა როგორ შეგვიძლია გადავაადგილოთ? გახედავ ნიატლეზე, ცენტრში არ არის რა, არ ემთხვევა. ცხვირის ცენტრი. მაგისთვის აი ამ შესტიგრანკას ავიღებთ და დავატრიალებთ. და როგორ აკეთებს გადაადგილებას? აი აქ არის დიაგრამა. თუ ეს გვაქვს გვალი ნახვედი, ხო, ქვედა წერტილში მოხდა. მაგ შემთხვევაში X-ზე და Y-ზე ამას რომ დაუჭერთ, გადაადგილდება დიაგონალზე იქ. თუ ამას დაუჭერთ, გადაადგილდება იქ. ან საათის ისის მიმართულებით მიდის იქ. ესეც ასე, საათის ისის მიმართულებით მიდის იქ. თუ მოუშვებ, წამოაკეთ, თუ ორივეს მოუშვებ, ხო, წამოაკეთ. თუ ორივეს დაუჭერთ, წავა იქ. ამ შემთხვევაში ოდნავ არის დასაჭერი, იქეთა მიმართულებით. სულ ოდნავ. აკეთებთ სუფთა ადგილზე ამოვადებთ, თიც ოდნავ ავაჭერთ, ლაზერს ვიმცემთ. გავხედავთ, ისევ არ არის ცენტრში, ცოტა მეტად უნდა დარეგულირება. ეს ხდება იმ შემთხვევაში, ძირითადად, როდესაც ან ცხვირს გამოვცვლით, ან ცხვირს გადაარტყამს, ან რაღაც ეგეთი მოხდება. ან კერამიკა დაზიანდა მაგალითად და გამოვცვალე. ან ეს გადაადგილდება რა, ეს ცხვირი ოდნავ ახლა ზუსტად იგივე ადგილას ვერ მოუჭერთ, ასე. აი ეს. ახლა შედარებით უკეთესია. სასურველია რომ იდეალურად იყოს. ცოტა დავარეგულირებ და ეგ არის. ეს სასურველია ყოველ ჩართვის დროს შემოწმდეს. ან სხივის ცენტრი თუ ან ეჭვი თუ შეგეპარება უშუალოდ მუშაობაში რაღაც რო ხდება და კარგად ვერ ჭრის, ეგრევე აჩერებ დანადგარს, ეიმინგს ჩარტავ, ნახავ რომ სხივი კარგად არის, ნახავ რომ სხივი ცენტრში არის, თუ ცენტრში არის და ეს სუფთა არის, ესე იგი ან ჰაერი არ ყოფნის, ან რაღაცა კიდე დამატებით მოხდა. აი დროს მიერეკავთ, მეკითხებით და გიხსენებთ რა არის გასაკეთებელი. გაარჩიათ უკვე. აი ღილაკები რაც გვაქვს. FN0, მაგალითად აი ეს გადავაადგილე, ხო? FN0-ს დავაჭერ და საიდანაც მუშაობა ქონდა დაწყებული, იქ დაბრუნდება. ეიმინგი გამოვურთოთ, ან იყო ჩართული. და სამუშაო ახლა რაც გვაქვს ფაილი შემოტანილი, რამხელა არეალს იკავებს, თუ გაინტერესებს, FN-ს დავაჭერთ და გვიჭერია ფრეიმს მიცემთ, ვიცა ჯერ დეტალურად გააქტიურებ. თუ ნახას არ გააქტიურებ, ისე არ გაეშვება. FN ფრეიმი მოხაზავს რამხელა სამუშაო არეალს იკავებს. FN ფრეიმი. აი ამ არეალზე დაიკავებს ასე. დრაირანს თუ მივცემ. დრაირანი შავს შრალად მუშაობს, ანუ შრალად ამა მაღლა, ლაზერის ხის არ ჩართავს და შემოგიტარებს და მიხვდები, ანუ რა არეალს დაიკავებს და როგორ შემოყალიბებს. მან ხელი არ დადო რა, შეიძლება აქ წამოვიდეს და შეიძლება გაგიჭრას. კარგი, დავასტოპოთ ახლა, ან დავაპაუზოთ. თუ დავაპაუზებთ, შეგვიძლია
წინ წავიყვანოთ, ან უკან წამოვიყვანოთ, შეგვიძლია დავასტოპოთ. თუ დავასტოპებთ, FN 0-ს უნდა დავაჭიროთ, თორე ხელახლა სტარტი რომ მივცე, მე იქედან დაიწყებს მუშაობას, ანუ ამისთვის 0 არის მარჯვენა ქვედა კუთხეში და ამის იქეთ მუშაობს. Არჩევანად Z-ით შეგვიძლია გადაადგილება ზემოთქვევით, K1, K2, K3, K4 და ეს W თქვენ არ გჭირდებათ. ეს მილებისაჭერი ლაზერი რო იყოს, მაშინ გამოგადგებოდა გუშების გასახსნელ დასაკეტი არის და დამჭერი პირის სატრიალო არის კიდევ წინა უკან. აქ მეტი და პიტი ლოკიც არ გჭირდებათ კიდე. არჩევანად ეგ არის, რა მეტი არაფერი ფუნქციონალი ამ პულს არ არის. ელემენტი რომ არ დაждდეს, აქ შეგიძლიათ ეს გამორთოთ. სასურველია ცელოფანი შეინახოთ, იმიტომ რომ უკან მაგნიტები აქვს და ნაგავს მეტალის ფერს აიყოლებს და ასე მარტივად მოაშოროთ ასე. არჩევად უკვე შეგვიძლია გავუშვათ. ახლა ეს დავასტოპოთ. მოდი მარტო გარე კონტური გავააქტიუროთ. ლეიერი პარამეტრები აქვს თუ აქვს, მივეცით OK. ეიმინგი გამოვურთეთ, შათერი ჩავთეთ. აიცა, აი შათერი აი ესე უნდა იყოს ჩართული. მივცემ სტარტ ღილაკს. ასე გამოჭრის დეტალს. ეგ არის. შეიძლება დააბავშვი.